მაგალითად რაღაც მომენტში სრულებით სიმარტოვეში ან სადღაც ყველასგან დავიწყებული ადამიანი შეიძლება კინოფილმში ხედავს რაღაც სცენას. შესაძლებელია რაღაცაზე ფიქრობს, იხსენებს მოგონებებს, ან წარმოიდგენს რაღაცას. ცუდს, რაღაცა კატასტროფულს, სადღაც ვიღაც დაიღუპა, ან გაახსენდება რაღაცასთან დაკავშირებით, რომ ვიღაცამ სადღაც აწყენინა მიატოვა და კონკრეტული მომენტი დგება. თუ მიიღებს ამ გამოსახულებას ადამიანი, მიცემს თანხმობას. აქ მობჯენილი აი ეს ემოცია გარდაიქმნება ცრემლში და იწყება ცრემლი გადმოვა. ანუ ფსიქიკიდან ცრემლი წამოვიდა რა, ბიოლოგიაში, ფიზიოლოგიაში გადმოვიდა. ეს არის სომა არის სხეული. ფსიქოსომატიკა ნიშნავს ფსიქიკიდან სხეულში გადმოტანილ პროცესს. მოქმედება გადავიდა სხეულში. იგივე შეიძლება მაგალითად ვთქვათ, აი პირობითად სექსუალურ აღზნებაზე რა. როდესაც ადამიანი ბლოკავს რაღაც გამოსახულებას, აღზნება არ არის, მაგრამ თუ კი მიიღებს ამ გამოსახულებას, სისხლში ანუ აღზნება იწყება. ეს არის ფსიქოსომატიკა. აი ამ ხელაზე დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენ გამოსახულებას. ანუ ინფორმაცია მივიღოთ თუ არა ჩვენ ყოველთვის დგას ვიდრე გადაწყვეტილებას მივიღებთ, ყოველთვის დგას რაღაც თავისუფალი არჩევანის მომენტი. სადაც ჩვენ გვაქვს წინ გამოსახულება და შეგვიძლია ავირჩიოთ. მივიღებთ ამას პანაშვიძე მომსვლია, მაგალითად მამაჩემს ვასაფლავებდი, მახსოვს და შემოვიდა ისეთი ადამიანი, რომელთანაც გამახსენდა უბრალოდ, რომ მამაჩემთან ერთად რაღაც რო ვიტარებია და აი ესეთი რაღაც მომივიდა და წამომივიდა ცრემლი. ანუ ეს რო არ ყოფილიყო, ეხლა თქვა არ ვიცნობ მე იმ ადამიანს რა და ჩამიარა გული. მე ხო იმ მომენტში ის არ წამომივიდა და ცრემლი. ანუ გამოსახულებითი სამყარო პირდაპირ მნიშვნელობით აღძრავს ჩვენში აი ენერგეტიკულ ამოძრავებელ ძალას რა.